გამარჯობა მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. აი ესეთ ფორმაში ვარ რა. ესპანური კლუბის მაისური მაცვე სულ შემთხვევით გადაღებას არ ვაპირებდი. ჩემ მეგობართან ვარ ახლა სტუმრად სახში, ქოჩა ლარიძესთან, ქართველი ოსტატიანი ხანჯლების ცივი არ არის საერთოდ და რესტავრაციას აკეთებს ჰოლანდიაში მოღვაწეობს. ჩამოსული იყო დავრედა ეს აი რამე რა, გონი 11 საათი დაიწყო თითო ჭიქა დავრედა. აქ გაოფენა იყო და ჩამოყალიბდა მგონ თავისი იარაღი, ანუ არ ვიცოდი რა, რომ წამოღებული ქონდა ჰოლანდიიდან, იქ თავისი პირადი კოლექციაა და რომ ნახე თქვენთვის ვარ მეჩვენებინა შანსი არ იყო ისეთი რამე ვნახე რა. ნუ ამ ოსტატის იარაღებს შეგიძლიათ Facebook-ზე შეხვიდეთ, ქოჩა ლარიძე რო აკრიფოთ ნახავთ. ვინც იარაღში გარკვეული ხართ, სულ ყველანმა იცით ეს კაცი ვინც არის რა. ესეთი ოსტატები საქართველოში ყავს 3-4. პრინციპში ეს კაცი საქართველოს არ აქვს, ქართველებს აქვს. ოღონდ ნუ იქაც არის, აქაც არის რა. ხოდა თითო ჭიქაც დავლით რაღაცა და რაღაცა მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის რა. ალბათ ძალიან ბევრს არ გინახიათ ესეთი ხანჯალი. ეს არის ბატონი ქოჩას გაკეთებული, აი ერთი შეხედვით, აი თუ ახლოდან არ აჩვენ, ხო? აი მაშინ რა ქვია. სულ რაც კი რამე დეტალია, ყველაფერი არის გაკეთებული ოქროს ზარნიშით. მაგრამ ეხლა პრინციპში აი ეს აქ შეხედეთ თუ ჩანს რა ვიცი. მთელი ხანჯალი არის ეგრე შესრულებული, ქარგარზე ტყავია გადაკრული. სუალი არის თვითონ ტარი და აი ესეთი პირი აქვს. შეხედეთ, მე პირადად რა ვიცი, ესეთი ხანჯალი პირველად ვიჭირავს ხელში, როგორც ბატონმა გოჩამ ითხრა, ეს არისო თბილისური ხანჯალიო და ხანჯალს რა დანიშნულება ჰქონდა, ეს იყო ბოლო ზუდე თავდაცვისათვის, ანუ საბრძოლოდ ხანჯლით არავინ არ მიდიოდა ბრძოლაში. იქონდა ხმალი, აი ესეც ბატონი ქოჩას გაკეთებული ულამაზესი ხმალია, ესა. იქონდა ხმალი ყველა ვარიანტში და ხანჯალი იყო მეორადი დამხმარი იარაღი, როგორც ეხლა ომში წახვიდი ავტომატი და მერე პისტოლით ზოგადად, ანუ ხმლის სახით უკვე რომ ვეღარ მისვდება კაცი, უკვე ამოიღებდა ხანჯლის გამოიყენა. და ყველა ვარიანტში თანსაყარებელი იარაღი იყო რა. მე ხანჯლებზე მე ცალკე იყო ქართლში რასაც ვარობდი ხანჯლებს მთიულეთში, ხევსურეთში, სამეგრელოში, იმერეთში აჭარული ხანჯალია კიდე ძალიან საინტერესო, მე მაგასაც გაჩვენეთ, მაგას მე არა რახან აქ მოხვდი ეს სულიად შემთხვევით, აპარატურაც არ მაქვს, ეხლა ვიცი მობილურით. არ ვიცი ხარისხი როგორ ექნება, მაგრამ აი მინდა გაჩვენოთ, ახლა მოდით და რა საოცრებო მინდა გაჩვენოთ. აი აქ შეხედეთ, ერთი შეხედვით დეკორატიული ელემენტია ხანჯლის, მაგრამ ეს არის სინამდვილეში ღილაკი, ანუ ბერკეტი წინ მიწევთ და აი ესეთი რამე კეთდება. ანუ ეს არის თბილისური ხანჯალი, როგორც ვიქრეს, ანუ ბატონმა ქოჩამ როგორც ვიქრა, აქ შეხედეთ აი ამაზე როგორ არის გაკეთებული, ორივე ხანჯალი ძალიან მსუბუქი და დანიშნულება რა იყო. ხანჯლის ბრძოლის დროს თუ რამე შარში იყავდა რაღაც. აქ ესპანელებსაც აქონდა სხვათა შორის ნაუახად არ არის. ანუ იყო ვინც მაგარი იყო ხანჯლიდან, თან ცივერად მოჭუბარი ორივე ხელს უკან მალავდა და აი ეს ხო მოდიოდა და რო უყურებდი ესეთი რომ ხელი დამალულობდა თვითონ იარაღი არაშას. ეხლა მარცხენა ხელიდან გამოიყება ხანჯალს უმარჯვენიდან შეროიდეთი ისეთი რაღაც იყო რა, ძალიან რთული იყო. ხა წარმოიდგინეთ როცა ეგეთი რაღაცა ტიპა უკან წაიღო ის და უცებ ორი ცალი ხანჯალი გამოიღო, ეს არის ძალიან ფსიქოლოგიურად ძალიან მუტალი. ხა წარმოიდგინეთ რომ ტიპა ერთი ხანჯალი შეიტან და უცებ ორი ამოიღო და აი ესე დაიდგა, ხო? შენ ერთი ხანჯლით ესეთ ტიპთან როცა ძალიან რთულია რა. შეიძლება ხა ძალიან მაგარი ტიპებიც იყვნენ, ვის მაგას აიღებდა, მაგრამ ყველა ვარიანტში ჯერ მარტო ეს იყო საშიში, რომ ის იყო მოულოდნელობის ეფექტი. რომ უზებ ხოპა და ორი ცალი ხანჯალი ამოიღო.
მე კიდე მაგარი მოსახერხებელია, ხო მე აი ესე რომ დავიჭირო ხანჯალი, ესე წამოვიდი. აი ვერ წარმომიდგენია რა მანევრი უნდა გააკეთო თუ აი ესეც მომართული მაგდა ესეც რომ ორივე ხანჯალს როგორღაც დაემაღო რა. ან თქვა რომ წამომიღო შეიძლება აღიღო და ზემოდან დაგატყო. ესპანელებსაც ჰქონდათ, ან ევროპელებს ყველა ვარიანტში რაღაც ეგეთი ვარიანტი ჰქონდათ ხმალი და სტილეტი. სტილეტი იყო აი ან ოთხკუთხედი ან სამკუთხედი ხანჯალივით არ იყო, წული რაღაც დამხმარე იარაღი იყო. ფარიკაობის დროს იღებდა თვითონ დაშნას და სტილეტი ჭირა ხელში. ანუ თუ აუღებდი ეს შეიძლება დაეწყათ. მაგრამ აი ესეთი ხანჯალი რა ვიცი რა თუ გინახიათ ვიღაცა ძალიან დამავალებთ მომწევ. თან ეს ბატონი გორჩას მოგონილი არ არის. თვითონ ნახეო ესეთიო ესეთი ხანჯლები ძალიან იშვიათად კი არა, არ ვიცი, შეიძლება შემორჩენილი არის, იმიტომ რომ ამის მექანიზმის და ამის ყველაფერიო ნახეო ორიგინალი როგორი იყო. ხო და აი დავკეთე და გახდა ისე ერთი ხანჯალი. როგორია, ხო ძალიან მაგარია. და მიხარია რომ ესეთი ხანჯალი არსებობს თანამედროვე გაკეთებულია და აი რა ვიცი და მოხიბლული ვარ კი რა, აი მიუხედავად იმისა, რომ არც აპარატურა მქონდა წამოღებული, თან ხვალე მიფრინავს ჰოლანდიაში, ვეღარ მოვასწრებდი და თან მიაქეს თავისი სადაც დადის, თან და მინდოდა მეჩვენებდი და რა ვიცი, ჰოლანდიაში ჩასვლა საკით გამოსვლა უფრო ალბათ ის იქნებოდა ჩემს უფრო. აი ესეთი ხანჯალია, რომელიც არსებობდა წარმოიდგინეთ აი ესეთი ფორმის, ოღონდ ახლა ამაში ძოწისთვლებიზის და ადრე ესეთი საშუალება არ იყო, რომ ერთი ზომის ერთი და იგივე ქვა გეშვა. ანუ ხატების თუ გინახიათ ძველი ხატები, რომელიც ქვით არის გაკეთებული, რაცაც შოულობდნენ, იმასაც სვავდნენ. ხო გინახეთ, წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ანუ რაც მოხდებოდათ იმ ქვას სვავდნენ იმებში ხატებში რა. დამუშავება და რაღაც არ გვეცადა რა, სულ და უბედურობა იყო, ეხლა არ იქა და ესეთები ყოფილიყავთ. უბრალოდ ვიცოდი რომ ძვირფასი ქვა იყო, მაგას სვავდნენ. ეს ეგრე არ არის გაკეთებული, თანამედროვე დიზაინია, ეუყინა შეხედეთ რა. არის ძალიან მაგარი და პირი არის სასწაულად ესეთი. მაგრამ ყველა ვარიანტში აი ეს ხანჯალი მინდოდა მე თქვენთვის მეჩვენებინა რა. იდეები ხანჯალი მინდა გაჩვენო, მართლა უნიკალური, იმიტომ რომ გოჩას აქვს უნიკალური ხელი და ყველაზე მაგარი სასიხარულის არის ქართული კულტურა გაიტანა და მარტო ხინკალი რო შეგვიძლია და ხაჭაპური და რაღაცა ცეკვა მაგაზი არ არის. ქართული კულტურა ესეც აი ხა გაჩვენეთ მაგარ ხანჯალს რა, ესე დავდივარ. და ეს არის მართლა უნიკალური ხანჯალი, ანუ რომლის ანალოგი სოფლიოში არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ხანჯალი არის გაკეთებული ტექნოლ ვერცხლისაა მთლიანად. წარმოიდგინეთ აი ესეთი რაღაცა, ეს არის ვერცხლის მთლიანად. რამოდენიმე პრიზი აქვს მოგებული საზღვარგარეთ. ჩავდებ ამას ისეთი გაკეთებული, რომ ყველა ხელის მოკიდება უკვე ამისთვის ტრამვაა. თვითონ ესეთი ხანჯალია, შეხედეთ ფერს. ესეთი ხანჯლები არ იყო დამახასიათებელი ქართველებისთვის და კავკასიაში ესეთი რამე საერთოდ არ იყო. უბრალოდ თვითონ უკვე საერთოდ კულტურა მკვდარი არ უნდა იყოს რა, უნდა განვითარდეს, ნახეთ როგორ გადადის ფერებში. ეს არის ქართული მინანქარით გაკეთებული ვერცხლი და მე ეს ოქროსფერი არის მოვეცილი. შეხედეთ რა როგორი ის არის რა ქვია. ბევრი ხუჭუჭებიც არ აქვს და სულ რა ვიცი, სულ ინდუეთში გინახათ ეს ხანჯალი თვითონ ორნამენტებიდან გამომდინარე. ბევრი ადამიანი ცხოვრობს ის ორნამენტებს არ აგვიდება, ქართულია, თურქულია, რუმინულია, რო კითხო ვერ გაიგეს, მაგრამ თუ საქართველოში ცხოვრობს, ხო? ეკლესიაში დადის, სადაც მიდის, ძველ წიგნებს ანახულობს და ეს ტვინის ქერქში გელექება, რომ ეს არის ქართული. ამიტომ სადაც გინდა მოხვდეთ ქართულ ორნამენტს ყოველთვის გამოარჩევთ. კი, სპარსული გავლენაც აქვს.
ევროპული გავლენით აქვს, მე რუსები შემოდე რაღაცა რუსული ელემენტები შეიძლება შემოვიდა. მაგრამ ქართულ გენს ეგეთი მუღამი აქვს, რომ ამდენ დიდ უშველებელ ინფორმაციას ვლექავთ მე და ჩვენში მარტო ხალასი ოქრო რაც არჩება. შეხედეთ ნახეთ რა პირია, რა სასწაული რაღაცა და ვისაც ცივი არ არის კი ყვარს წარმოიდგინეთ რომ ავიცი ხანჯალზე რო ყოცნა მოგინდებოდა აი ეს ჩემი მინდა რომ თქვენს აი რა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ და გაჩვენოთ თვითონ აი ეს მეორე ხანჯალიც ძალიან ესეთი ერი ნახეთ როგორია ეს უფრო დეკორატიული ხანჯალია, ოღონდ საბრძოლო ხანჯალი, მაგრამ პირი თვითონ შეხედეთ როგორია, აი აქ სქელია და მე ჩვეულებრივი ხანჯალი მოდის ხოლმე და მე ვიწროვდება. ეს რაღაც კონუსი, ლახვარი, ლახვარი. აი ლახვარი ჩასწავ რა, მოკლე იყო და თუ რამე დარეჯან დედოფალო მოკლა რუსის გენერალი. სასახლიდან ესეც ძალიან მაგარი ხანჯალი, ხანჯლის მუღამი რა იყო, უნდა იყოს მჩატე, სუბუქი. და აი ხელში ორგანოთან ჯდებოდეს რა. არ ვიცი ხა მე შეიძლება გძნობებით რომ ჭარბობს, იმიტომ რომ ისე მიყვარს ილი არ არის, ისე რომ რა ვიცი, ჯახიან მიჩემია სულსაგულსაო რა. ცეცასოლი ხომ მიყვარს რა, ცივი ხომ მიყვარს და მიყვარს. მით უმეტეს აი ესეთი სასწაული ხანჯალი კიდე ერთხელ დაჩვენებთ აი მას წინ მიწევს. ერკეც და მე აი და ორი ცალის უფასოვანი აი ვამდამდე სიკვდილიაო რო ქვია აი ეგეთი ხანჯლებია რა და დიდი მადლობა ბატონ გუჩასო აი ეს საშუალება მოხდა შეხედი აქ ჩვენი აი ეგეთი რაღაცა აი ეს იჭერს აი ეს კბილი რთული შიგ რაღაცა და აი ეგ არის ამოჭრილი აი ამაში ჯდება უკან ჩამოწევ და აი ეს კბილი ამას იჭერს ანუ შიგ რაღაცა ძალიან ეგეთი რაღაც სასწაულად რთული და რაღაც არაფერი არ არის რა. არის ადვილი მარტივი, ადვილად გასახსნელი რა. ხოდა რა ვიცი რა. თუ ვიღაცა დაგაინტერესდა ამისი ისტორია და რაღაცა ბატონ გოჩას თვითონ მიწერეთ, გოჩა ლაგიძე Facebook-ზე შეხვიდეთ. ადამიანები გახსნით, ყოველად ვისაც ცივი არ არის გაინტერესებთ. და ბოლო მე მომართე და მე შემიძლია რამეს მე დაგაყვალიერეთ. აი ძალიან მოხიბლული ვარ რა ამ ხანჯლით და თვითონ ამ ოსტატით, იმიტომ რომ ესეთი რაღაცების გაკეთება არის საშუალება შესაძლებელი. ამით კარგად ვზამდებოდეთ ბოდიში თუ რაღაც ესე. რავი, ფეხბურთი მიყვარს. რო თქვა რომ ამ გუნდის ფანი ვარ, არა ვარ. არაფრის ფანი არა ვარ. მე ვარ მარტო საქართველოს ფანი. მენაც ვარ საქართველოს ჯიგაჭი.